მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგესალმებით ჩემო ერთგულებო, იმედია ყველანი კარგად ხართ, მოვიდით თქვენთან მოვიგი საჯარო გაშლით. დღეს მოდით გავაკეთოთ ესეთი გაშლა, ნახოთ მისი ფიქრები დღეს, შეგიძლიათ ჩაიფიქროთ ნებისმიერი ადამიანი, ну დასწრებული ვარ, რომ უმეტესობა თქვენგანი ჩაიფიქრებს პარტნიორს, ხო? მაგრამ რა ვიცი, ვისაც როგორ გინდათ. სამი ვარიანტია, სამი სხვადასხვა დასტა. ამ შემთხვევაში ირჩევთ უბრალოდ დასტებს, აქ არ გვაქვს პირველი, მეორე, მესამე. აირჩიეთ ის დასტა, რომელიც ყველაზე მეტად მიგიზიდავთ და ვნახოთ მისი ფიქრები დღეს, ან იმ ადამიანზე, ვისაც თქვენ ჩაიფიქრებთ. აქვე შეგახსენებთ, რომ ვისაც ჩემთან სურს პირადი კონსულტაცია, რიტუალებთან, წმენდის, მოხსნა-განეიტრალების დაცვის და სხვადასხვა რიტუალებთან დაკავშირებით, ვისაც აინტერესებს ინფორმაცია, უნდა მომწეროთ, არ მირეკავთ, უნდა მომწეროთ WhatsApp-ში ან Viber-ზე. ნომერი 511131818 და ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. ანუ მწერთ, არ მირეკავთ, წერთ და ყველას გიპასუხებთ. მაშ ასე, დავიწყოთ ახლა გაშლა. როგორც ვთქვი, პირველი, მეორე, მესამე ჩვენ აქ არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, უბრალოდ ესე სპონტანურად, რა ვიცი, რომელიმე დასტით დავიწყებ, ხო? და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი, ვინც აირჩია ეს მშვენიერი დასტა. მოდით ვნახოთ მისი ფიქრები დღეს. რა ფიქრები აქვს იმ ადამიანს, რომელიც თქვენ ახლა ჩაიფიქრეთ? არ ვიცი, ეს ადამიანი ოჯახიდან არის წასული, თუ ოჯახზე ფიქრობს დღე და ღამე, ადამიანზე, რომელიც მისთვის ოჯახი, ადამიანზე, რომელიც მისთვის ძალიან ძვირფასია, ძალიან ახლოა, იმიტომ რომ მთელი თავისი არსით, მთელი თავისი ემოციებით ეს ადამიანი არის გადართული აი ამ რაღაცა ოჯახურ ფიქრებზე, ოჯახურ ემოციებზე. იცით რა არის, ახლა პირველი ვარიანტი, ვინც ჩაიფიქრეთ, ეს უნდა იყოს ან მეუღლე, შეიძლება იყოს მშობელი, შეიძლება იყოს თქვენი შვილი. ან ნახეთ, ოჯახში აქვს რაღაცა პრობლემა და ყველაფრით თავიდან ბოლომდე არის მოცული ამ ოჯახზე. უბრალოდ აქ რაღაცა სიშორეს აჩვენებს თავის ოჯახთან. შეიძლება მანძილზე არის, ხო, ოჯახში არის, შეიძლება წყვილი შორს ხართ ერთმანეთისგან და აი ეს განცალკევება, ხო, შორს ყოფნა ერთმანეთისგან მისთვის დამაფიქრებელია, ცოტა არ იყოს მტკივნეულია, მაგრამ თან ამავდროულად აჩვენებს, რომ აი ყველაზე მეტად იცით ხომ მე რო პროცენტულად მიყვარს ხოლმე შედარება, ყველაზე მეტად აი ეს ვარიანტი, ვინც აი ეს დასტა აირჩიეთ, ხო? არის მათთვის, ვინც ოჯახი განცალკევებულია, ანუ ადამიანი ჩაიფიქრეთ პიროვნება, რომელიც განცალკევებულია ოჯახიდან, წასულია შეიძლება ოჯახიდან, შორს არის, ხო? ეს არის ან ემიგრაცია, ან წასულია, მე მგონი წასულია. უფრო წასულია ოჯახიდან. აი ესეთ ადამიანზე წასულია გამოკეტილია. კარგით, მოკლედ, ეხლა ჩემო ძვირფასებო, მესმის რომ ეს ვარიანტი შეიძლება ძალიან ბევრმა აირჩია, მაგრამ მოკლედ პირველი ვარიანტი არის მხოლოდ მათთვის, ვისთანაც ჩაფიქრებული პიროვნება წასული არის ოჯახიდან, ან მაგალითად არის ციხეში გამოკეტილი. აი მათთვის არის ეს ვარიანტი და ფიქრობს თავის ოჯახზე, მოცული არის, გაერთიანება უნდა, გამთლიანება უნდა, მაგრამ ის აქედან წასულია და პლუს ამას არის ესეთი, იცით როგორ ძიმე ემოციებშია, ძალიან ბევრს ფიქრობს თავის ქალბატონზე. კარგი, ეხლა თუ უსმენენ მამაკაცები, ხო, ბუნებრივია ქალი გიყოლებათ ჩაფიქრებული, ამ შემთხვევაში პარტნიორი ფიქრობს თავის თავზე, რაღაცას განიცდის, თავის თავს დასტირის თითქოს. ყველა უკვე სხვა შემთხვევაში, ხო, ქალბატონებო, აქ უკვე მას ძალიან სერიოზული ემოციური კავშირი აქვს თქვენთან და თითქოს თქვენს დაკარგვას, თქვენთან სიშორეს ძალიან განიცდის. ძალიან მძიმე ტვირთი გამოდგა ის ყველაფერი, რაც ახლა მასთან არის, მისთვის არის ძალიან მძიმე, ძალიან მძიმე ტვირთია.
როგორც ჩანს, მისთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი იყავით, მე მგონი არ ჩანს და გამოვწევ. ძალიან ძვირფასი ადამიანი იყავით, იმიტომ რომ აი ეს ოჯახი აქ თავის ქალბატონზე ფიქრობს, თან გარბის, შიშები, რაღაცა წარსულთან დაკავშირებ, რაღაცა შიშები აქვს სულ სერიოზული. პირველ ვარიანტში რაღაცა ხდება. პირველ ვარიანტში რაღაცა ხდება, ეს ადამიანი რო იყოს ამ მდგომარეობაში არის იძულებული. აქ არის სამი ვარიანტი. აი ამ გაშლაში ხა პირველში გვექნება სამი ვარიანტი კიდევ. პირველი, ეს არის ადამიანი არის გადაადგილებული იძულებით, ანუ ემიგრაციაში არის, ვერ ჩამოდის და ამას მოყვება კიდევ ის, რომ ამ შორს ყოფნამ ერთმანეთისგან ძალიან სერიოზული თქვათ პრობლემები გამოიწვია წყვილში, გაციება, ხო? ნუ ბუნებრივია წლები, როდესაც წყვილი ერთმანეთს ვერ ნახულობს, ემოციური, ენერგეტიკული მიმოცვა ვერ ხდება. ეს ერთი. მეორე, ეს ადამიანი უნდა იყოს ციხეში. ანუ ეს ადამიანი იძულებულია ყველა შემთხვევაში, ხო? ციხეში არის თუ ემიგრაციაში არის, იძულებულია, რომ იყოს თავისი ოჯახიდან, თავისი კომფორტის ზონიდან, თავისი სითბოს, აი ეს ემოციების ზონიდან, რაც მისთვის ძალიან ძვირფასია, იყოს აქედან შორს. და მესამე ვარიანტი, მაშინ შეიძლება იყოს ის, რომ ეს ადამიანი უბრალოდ არის მაგიური ზემოქმედების ქვეშ. რა თქმა უნდა, ესეც უკვე არის უკვე იძულება, ხო? რა თქმა უნდა, ესეც არის უკვე იძულება. იმიტომ რომ აქ, ნუ, ესეთი ისე ნეგატიურად ვითარდება მოვლენები. მისი ემოციური მდგომარეობაც, მისი ენერგია, აი სამი ვარიანტი არის აქ. და მოკლედ, რაზე ფიქრობს, ხო? რაზე ფიქრობს ეს ადამიანი, მისი ფიქრები დღეს. მისი ფიქრები არის დღეს იმ ადგილზე, იმ სახლზე, იმ კერაზე, იმ ადამიანზე, რომელიც არის მისი მეწყვილე. გაერთიანება, როგორ უნდა ამ ადამიანის ერთიანობა, მაგრამ არანაირად არ გამოსდის მას ეს, იმიტომ რომ ეს იძულებულია, ეს ადამიანი იძულებულია, რომ იყოს ცალკე. პირველი იძულება, როგორც თქვი, შეიძლება იყოს შორს ხართ, ხო? ერთმანეთისგან. მეორე იძულება, ეს შეიძლება იყოს ემიგრაცია და ვერანაირად ვერ ჩამოდის და მესამე რაც არის, ეს არის შეიძლება აქ იყოს მაგიური ზემოქმედება, ჩარევა, ანუ ამითი ნეგატიური ენერგიებით, ძალდატანებით აიძულებენ ამ ადამიანს, რომ იყოს თქვენგან. აი ასეთი გამოგვივიდა პირველი ვარიანტი. საინტერესოა, ველოდები როგორ რეზონირდა თქვენთან შერჩეული ვარიანტი. არ ამგონია, რომ ბევრთან რეზონირებულიყო და იმედია ბევრთან არ იქნება და თუ არავისთან არ რეზონირდა, თქვა უკეთესი. ველოდები თქვენს გამოხმაურებას, კომენტარებს. საინტერესოა, როგორ რეზონირდა მართლაც თქვენთან ეს პირველი ვარიანტი. გადავიდეთ ეხლა ჩვენ აი ამ შვენიერ დასტაზე. მით არჩია ეს დასტა და მოდით ვნახოთ რა ხდება აქ. მისი ფიქრები დღეს. მეორე ვარიანტებსაც შეგახსოვებთ, ვისაც გინდათ ჩემთან პირადი კონსულტაცია, არ მირეკავთ, წერთ ნომერზე 511 1318 WhatsApp-ში ან Viber-ზე. ასევე შეგიძლიათ მომწეროთ ღამის მკითხველის Facebook გვერდის Messenger-ში. მაშასე ვნახოთ მისი ფიქრები დღეს. აქაც რატო არის შიშები, აქ რატო არის შიშებთან ბრძოლა, ისევ სიშორე, ნახოთ მე მგონი. так. იცით ხო, ჩემმა მუდმივ მაყურებლებმა იციან ძალიან ხშირად, როდესაც ვცდილობ რომ გავაკეთო გაშლა რამდენიმე ვარიანტზე, ეს ვარიანტები ერთმანეთს ერწყმის ხოლმე და ებმის. მოკლედ, ვინც აირჩიეთ. მე არ ვიცი ხარ რამდენად ხედავთ აქ, მაგრამ სართელმა დაგვიხატა ჩამოხრჩობილი ადამიანი, ჩამოკიდებული ადამიანი, უკუღმა არა, ჩამოკიდებული ადამიანი და ასე თავით არის დაკიდებული და ხელფეხს ვერ ამოძრავებს, ხო, ესე თოჯინასავით ესეთ რაღაცა მოგვივიდა ახლა აქ. და მოკლედ მეორე ვარიანტებო, ვინც აირჩიეთ აი ეს დასტა, ამის წინ, აი ამასაც მოусმინეთ, აი ამ დასტასაც მოусმინეთ. აუცილებლად, იმიტომ რომ აშკარად მეორე ვარიანტი ებმის პირველ ვარიანტს და სრულისად რო დაინახოთ, კარგი იქნება რომ მეორე ვარიანტს მოусმინოთ. პირველ და მეორე ვარიანტსაც მოусმინოთ.
აქაც ადამიანი არის ტყვეობაში, თავისი შიშების, რაღაცა იძულების, იძულებულია რაღაცაზე განიცდის ძალიან ეს ადამიანი, იმიტომ რომ იძულებულია მოიქცეს ისე, როგორც მას არ სურს მოქცევა. ხო, იგივე რაც პირველ ვარიანტში ამოვიდა, რომ ვერ რაღაცა გზა უშლის ხელს. ან საერთოდ გამოკეტილია და ციხეშია და სულ ეფიქრება თავის ოჯახზე, თავის საყვარელ ადამიანზე, ხო, იმ სითბოზე, კომფორტზე, სადაც მას უნდა ყოფნა და ეს რო არ გამოვზდის, ძალიან იდარდება. ადამიანი ენერგეტიკულად აბსოლუტურად გამოფიტული არის და აი თითქოს აი ეს მისი ენერგეტიკული ტონუსი არის არ ვიცი, ძალიან დაცემული. არის რაღაცა კონფლიქტური სიტუაციები მის გარშემო, თვითონაც არეული არის ძალიან. ხდება ამ ყველაფერს, განაგონიათ რომ არ ხდება. ხდება ძალიან კარგად, ხდება იაზრებს ამ ყველაფერს, რომ ძალიან არეულია, რომ ვერ არის ისე როგორც უნდა იყოს, რომ მასში რაღაცა სერიოზული ცვლილებები არის წასული, ამასაც გრძნობს და აი ეს მისი უნარობა ძალიან მძიმეა. მე ხა პირველ ვარიანტში საუბრობდი, ხო, რომელსაც აუცილებლად უნდა მოусმოთ, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი თქვენს მეორე ვარიანტში ავსებს და მე აქ მეც აღარ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ პირდაპირ გადაება პირველი და მეორე ვარიანტი ერთმანეთს. აი აქ ადამიანი არის რაღაცა იძულების, რაღაცა ზეწოლის მსხვერპლი. მე ემიგრაციის ძალიან დიდი შიშორის რის გამოც ვერ მოდის თქვენთან, შეიძლება იყოს ეს ციხე და შეიძლება იყოს ეს თუნდაც მაგიური ზემოქმედება. მას ეს არ უნდა იაზრებს, რომ სერიოზული ცვლილება არის, ხდება რომ ნეგატიური ტრანსფორმაცია არის მასზე. ძალიან ბევრს ფიქრობს ეს ადამიანი, მას უნდა ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ამ ეტაპზე გვეუბნება რომ არა, მე არ შემიძლია, მე ამის გზას ვერ ხედავ, ჯერჯერობით გამოსავალს ვერ ხედავ, მე არ ვიცი საიდან გავაღო კარი. მიუხედავად ამისა, საიდან გავაღო, რომელი კარი გავაღო, სად არის სწორი გზა, მე ამას ვერ ხედავ, ხო? აი სულ ეს ფიქრები აქვს. მიუხედავად ამისა, შეიძლება კუსნაბიჯებით, მაგრამ ეს ადამიანი მაინც ცდილობს, რომ იმოქმედოს, სულ გამოცლილია. ისე მაგია. იგივე სხვადასხვა დასტა და იგივე არკანები ამოდის. სხვადასხვა დასტა და იგივე არკანები ამოდის. არ ვიცი, მეორე ვარიანტები. მოусმინეთ მოკლედ და კონკრეტულად რო თქვა, რომ გაიგოთ თქვენი გაშლა, უსმენთ ამასაც და ამასაც. მეორე ვარიანტები. აი ეს დასტა ვინც აირჩიეთ, ყვითელი დასტა. ხო, ჩემი ღამურუკები. ამასაც მოусმინეთ. და გაიგებთ ყველაფერს. მის ფიქრებთან დაკავშირებით. ძალიან განცდის ეს ადამიანი, ძალიან. მას უნდა, ამ ადამიანის მთავარი ფიქრი არის თავის კერაში, თავის ოჯახში, თავის სიმყუდროვეში დაბრუნება. სულ ამაზე ეფიქრება ამ ადამიანს. ეს სიმყუდროვე, ეს კომფორტის ზონა, აი ეს სითბო, სიყვარული, აი ეს აქვს დაკარგული. აი რაში არის პრობლემა. ველოდები მეორე ვარიანტს, სადაც აუცილებლად რომ გამომეხმაურებით, მაინტერესებს როგორ რეზონირდა თქვენთან. პირველ ვარიანტებს როგორც თქვი, იმედია რომ ძალიან ცოტასთან არავისთან არ რეზონირდება საერთოდ ეს სიტუაცია თქო, მაგრამ მაინც ვისთანაც რეზონირდება, კომენტარებში საინტერესო იქნება რას მომწერთ, რას იტყვით. გადავიდეთ ახლა უკვე მესამე ვარიანტზე, ეს დასტა ვინც აერჩიეთ. მან არა მისი ფიქრები დღეს. რაო, ემოციებში არის გადავარდნილი ადამიანი, ძალიან სვავს, შეიძლება აგრესია ამ სიმთვრალეში. დარდებს იკლავს ეს ადამიანი. სასმელში უნდა რომ, მოკლედ უნდა რომ არ იყოს ფხიზელი. მას არ შეუძლია იმ მდგომარეობის ყურება, აი ახლა რასაც უყურებს, ფხიზელი თვალით. მოკლედ აი ამას გვეუბნება, აი ამაზე ფიქრობს. გრძნობები აქვს. ძალიან სერიოზული, ძალიან ღრმა ემოციური გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენთან აქ ეს გრძნობები. ერთი განზომილებიდან მეორე განზომილებაში გადადის არანორმალური სიყვარულის და გრძნობების მატარებელი არის ეს ადამიანი. იხრჩება, ფაქტიურად თავის ემოციებში და გრძნობებში ახლა. შეყვარებულია სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, მას უნდა რომ იყვიროს სიყვარულზე, მაგრამ ამ სიყვარულზე ეს ადამიანი ვერ ღვირის, არ ყვირის და უნდა ამის თქმა, უნდა ამის აღიარება და რო არ გამოსდის, აი ამ რეალობას ვერ ეგუება. რატომღაც თითქოს გვერდიდან უწევს ამ ყველაფრის ყურება. ანქაც კონფლიქტები, ანქაც.
აქ მესამე პირიც არის, მე მგონი. ნახოთ, არის თუ არა მესამე პირი. არის თუ არა მესამე პირი ამ ურთიერთობაში, იმიტომ რომ აქ ფაქტიურად ყავთ ჩაფიქრებული, აქ არის მესამე პირი. ეს არ არის აუცილებელი იყოს, მაგრამ მაინც საყვარელი. არა, აქ არია. აქ მესამე პირი გამოჩნდა. ამ ქალთან არის ახლა ეს ადამიანი იმის ნახევარსაც ვერ აჩვენებს რეალურად, თქვენ ხო აქ პარტნიორი ყავთ, აქ სხვებზე არ არის, ახლა თუ შვილი და არ ვიცი ეს ყავთ ჩაფიქრებული, არ ვიცი, მაგრამ აქ ადამიანი იმის ნახევარსაც ვერ გამოხატავს. ალბათ ნახევარს კი არ მიასეცაც ვერ გამოხატავს იმ გრძნობისა, რა გრძნობაც მას თქვენს მიმართ აქვს და ამ გრძნობების ჩაკლა უწევს. აქ არის მესამე პირი და აი ამ მესამე პირის ამ მესამე პირის მარიონეტად არის ქცეული. ამ მესამე პირის მარიონეტად არის ქცეული პიროვნება, რომელიც თქვენ აქ ჩაიფიქრეთ. რაზე ფიქრობს ეს ადამიანი? მისი ფიქრები დღეს ჩვენი შეკითხვა ეს იყო, ხო? მისი ფიქრები დღეს არის ის გრძნობა, ის არანორმალურად ძლიერი გრძნობა, რომელიც მას თქვენს მიმართ აქვს. მაგრამ რატომღაც ამაზე ვერ საუბრობს. მე მაინც გირჩევთ, კიდევ ერთხელ განმეორდები, ჩემ გაშლებში ხშირად ხდება ხოლმე, რომ როდესაც ვაკეთებ გაშლას, ვარიანტები ებმება, ან ვარიანტები ებმება ხოლმე ერთმანეთს. აი, აქაც ეგეთი სიტუაცია არის. აქ სავარაუდოდ თქვენ უნდა მოусმინოთ პირველ და მეორე ვარიანტს და მესამე ვარიანტზე რაღაცა მთლიანობა შეიკრას, მაგრამ აი აქ პირველი მეორე ვარიანტიდან განსხვავებით, აი აქ გამოგვიჩნდა ის, რომ აქ მესამე პირი არის. მე მგონი ეს სამი ვარიანტი ერთმანეთს ავსებს და საერთო სურათს აჩვენებს, მაგრამ აქ გამოჩნდა მესამე პირი, არის ქალი. მაგრამ ფიქრობს თქვენზე. თქვენ თუ სამკუთხედში არ ხართ და სხვა ქალთან ეხლა არ არის. ეს გაშლა თქვენთვის საერთოდ არ არის. შორიდან დგას და გეყურებთ. აი, იცით როგორ არის, სულ როგორია, რომ აი ხა შემოაღებს კარს, აი ხლა წამოვა, აი ხლა გააკეთებს, აი ხლა იმოქმედებს და დგას. ერთად ილას დგას, გაძეგლებული, განდეგილი. მარტო. თავის ოცნებებში, თავის ფიქრებში, თავის ტკივილებში, თავის კონფლიქტებში, საკუთარ თავთანაც, რომ იცოდეთ ძალიან ბევრს, ანუ იცით როგორ არის, სხვასთან არის, მაგრამ თქვენ გითვალთვალებთ, თქვენზე ფიქრობს, თქვენზე აინტერესებს ყველაფერი. შეიძლება აქ ოჯახიც არის, ხო, შეიძლება, ამიტომ ალბათ პირველ და მეორე ვარიანტს მოусმინეთ და საერთო სურათი უფრო მეტად შეიცვლება. შეიკვრება და სამი ვარიანტის მოსმენა მოგიწევთ. საინტერესოა როგორ რეზონირდა თქვენთან. მე მაინც მინდა კიდევ ერთხელ მაინც დავსვა მესამე ვარიანტზე, იმიტომ რომ აქ ცოტა მეტი განსხვავებული ინფორმაცია მოვიდა უფრო. მიუხედავად იმისა, რომ პირველი და მეორე შეავსო, მე მაინც მინდა ჩავხედო მის ფიქრებს. აი სასწაული არის, რაც დასაწყისში ვთქვით, ხო, არანორმალური ემოციები და გრძნობები აქვს ამ ადამიანს თქვენს მიმართ და იმის მიასეც არ გამოხატავს თქვენს მიმართ. არ გეუბნებათ, აი, არც კი გამოხატავს. აქ არის კიდევ მესამე პირი, რომლის მარიონეტადაც არის კიდევ ქცეული. მოусმინეთ პირველ, მეორე და მესამე ვარიანტს, სამი ვარიანტი ნახეთ. ველოდებით თქვენს გამოხმაურებას აუცილებლად მაინტერესებს, როგორ რეზონირდა თქვენთან, რაც ვიტყვი, რომ იმედი ასეთი გაშლა არავისთან არ რეზონირდა, იმიტომ რომ კიდე რაღაცეები არის პირველ მეორე ვარიანტში ვახსენე, ხო? და დასრულია, რომ არც არავისთან იყოს, ხო, არავის არ უსურვოთ ესეთი განშორება ორ ადამიანს, მაგრამ მოусმინეთ აუცილებლად მესამე ვარიანტება პირველ ვარიანტსაც და თქვენი კომენტარებით საინტერესო იქნება, როგორ რეზონირდა ეს გაშლა თქვენთან. მეულებ ბედნიერებას, სიყვარულს, სიხარულს და კეთილდღეობას გისურვებთ.